ინდივიდუაცია არის ტერმინი, რომელსაც იუნგი იყენებდა ტოტალურ ადამიანად გახდომის უწყვეტი პროცესის აღსანიშნავად, რისთვისაც დავიბადეთ კიდეც. ინდივიდუაცია არის ტოტალური შინაგანის გამოღვიძება, რაც ჩვენ პიროვნებას საშუალებას აძლევს განვითარდეს იქამდე, სანამ იგი არ შეიცავს ყველა ძირითად ელემენტს, რომელიც თითოეულ ჩვენგანში თანდაყოლილია. ეს არის გეგმის აქტუალიზაცია, რომელსაც უკვე ვისაუბრე. თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური სტრუქტურა უნიკალურია. ინდივიდუალობა არ ნიშნავს ადამიანური რასისგან იზოლირებას. როგორც კი ჩვენ თავს უფრო დაცულად ვიგრძნობთ, როგორც ინდივიდები, ბუნებრივია, რომ ვეძიოთ უამრავი გზა, ღირებულებები, ინტერესები და ადამიანური თვისებები, რომლებიც ადამიანთა ტომთან გვაკავშირებს. სწორედ ჩვენი ინდივიდუალიზმით, კარგი შეცნობით, შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი თავი, რათა უფრო სასურველი ვიყოთ ყველა ასპექტით. უნივერსალური ფსიქოლოგიური ენერგიები და შესაძლებლობები თითოეულ ჩვენგანში განსხვავებულადაა შერწყმული. თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული ფსიქოლოგიური სტრუქტურა, მხოლოდ ამ თანდაყოლილი სტრუქტურის ინტეგრაციით არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა აღმოაჩინოს თუ რას ნიშნავს იყო ინდივიდი. როდესაც ინდივიდუაციაზე ვმუშაობთ, ჩვენ ვიწყებთ იდეებსა და ფასეულობებს შორის განსხვავებების დანახვას, რომლებიც გამოდიან ჩვენი საკუთარი არსებიდან და სოციალური მოსაზრებებიდან, რომლებიც თავს გვახვევია. ჩვენ შეგვიძლია აღარ მოვერგოთ საზოგადოების ჩარჩოებს. ჩვენ ვსწავლობთ, რომ გვაქვს საკუთარი ღირებულებები, საკუთარი ცხოვრებისეული გზები, რომლებიც თანდაყოლილად მომდინარეობენ ჩვენი ბუნებიდან. ინდივიდუაციის პროცესიდან ვითარდება უსაფრთხოების დიდი შეგრძნება. ადამიანი იწყებს იმის გაგებას, რომ არ არის აუცილებელი ბრძოლა, რათა ვინმეს დაემსგავსოს, რადგან საკუთარ თავთან ყოფნით ადამიანი ყველაზე საიმედო ადგილზე იმყოფება. ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ თავს და ვავითარებთ ყველა იმ ძლიერ მხარეს, რომელიც თანდაყოლილად არის ჩვენში ჩაშენებული. ხოლო მატერიალიზაცია მთელს ჩვენ ცხოვრებისეულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი ცხოვრების იმიტაცია, აღარ არსებობს პრეტენზიების საჭიროება, რადგან ის, რაც ჩვენ გაგვაჩნია, საკმარისად და იმაზე ბევრად მეტად გვამდიდრებს, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. მედიტაციის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ჩვენს გონებას არაცნობერიდან წამოსულ შეტყობინებებს უხსნის, შეიძლება ეწოდოს შინაგანი სამუშაო. კაცობრიობამ შეიმუშავა შინაგანის სამყაროსადმი მიდგომის უსასრულო მრავალფეროვნება. თითოეული მათგანი ისტორიაში, კულტურაში, რელიგიაში და სულიერებასთან ჩვენს ურთიერთობაში ადაპტირდა. ამის რამდენიმე მაგალითია: იოგური მედიტაცია, ძანძენი ძენ ბუდიზმში, ქრისტიანული ლოცვა, სუფიური მედიტაციები და ეთიკური მედიტაცია კონფუციანურ ფილოსოფიაში. ჩვენ თანამედროვე ადამიანები ძლივს გამოვნახავთ მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე საათს, რათა ეს დრო შინაგან სამყაროს დავუთმოთ. სწორედ ამ მიზეზის გამოა მთელს ჩვენს ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენ ნაკლები ვიცით საკუთარი სულისა და სამყაროს შემოქმედი ენერგიის, იგივე, რასაც ვუწოდებთ ღმერთის არსის შესახებ, ვიდრე ეს ჩვენი გადმოსახედიდან პრიმიტიულმა ადამიანებმა.